მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ GeoMiner-ი, ჩემთან ერთად არის რა თქმა უნდა GeoGameHolic-ი და მოკლედ ეს არის Minecraft-ის გაკვეთილების მეორე ეპიზოდი, სადაც მე და GeoGameHolic-ი მოკლედ მოემზადებით სამომავლო მესამე ეპიზოდისთვის, სადაც უნდა ავაშინოთ სახლი და ამისათვის ჯერ პირველ რიგში მე და Holic-მა უნდა გავაკეთოთ სკივრი. Holic, ამისათვის დაგვჭირდება უამრავი ხე. მიდი შენს მოჭერი მეც მოჭრი. მეგობრებო, მეც მოგესალმებით ყველას. დიდ მადლობას ვუხდი GeoMiner-ს ამ გაკვეთილებისთვის. იმედი მაქვს თქვენს გამოგადგებათ ეს გაკვეთილები, არა მარტო ჩემთვის არის ეს. რა თქმა უნდა პირველ რიგში თქვენთვის არის და თორე Holic ვისწავლოთ Minecraft-ი. არა, მე არ ვიცი რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი ჩემნაირი გამოვა, ახლა არის მე მგონი რა, გამოვა არის. თან კონდა ხალხს მოთხოვნა. მოკლედ Holic სახლის მთავარი ასაშენებელი, ასე ვთქვათ, მასალა არის ხე. ანუ სოფლის ტიპის სახლებს აშენებენ ძირითადად Minecraft-ში. რა თქმა უნდა, ქვისგანაც შეგიძლია დაამზადო, უბრალოდ ხით უფრო ლამაზი გამოდის. იმიტომ რომ გახსოვს ხო, არყის ხე რო ვნახეთ ჩვენ და მუხის ხე. რომ მკითხე ეპიზოდში რა განსხვავება არის. ჯო, აი აქ მიწას რა უნდა ზევდო? ეს გახსოვს მე რო კიბე გავაკეთე წინა ეპიზოდში. მე ჩამოგდებას რო ვსტილობდი. დარჩა ეგ მიწა რა, ანუ Minecraft-ში გრავიტაცია არ მოქმედებს. მოკლედ, ეხლა მოდი მოვჭრათ ხეები. აი ესე. და დღეზე ხო არ შევცვალო, მაინც ვიდეო გაკვეთილები არის, ჩვენ არ ვთამაშობთ გადარჩენას და ხალხსაც ვეთქვით, რომ მე ვარ ამ სერვერის ადმინისტრატორი, შესაბამისად შემიძლია შევცვალო დღეზე და უშუალოდ ღამე და ასე შემდეგ. შეცვალო დღეზე. ზეს დაუწიო ან რაღაც მაგარი რა. აჰა. ყოვლის შემძლე GeoMiner-ი ხარ? აი დრო დავაყენეთ 0-ზე და აჰა, დღე არის. მოკლედ, Holic, კიდევ ერთი რაღაცა. ნახე ხეებს როცა ჭრი, მანამ სანამ ხის ბლოკები არის აი ამ ფოთლებთან ახლოს, მანამდე ფოთლები არ ქრება. და ეს ხე სულ ესე იქნება, მაგრამ თუ თავიდან ბოლომდე მოჭრი ხეს, ისევე როგორც აი აქეთ არის, მოდი გამოიხედეთ ჩემსკენ. სათხარ ალბო. აი უკან, აგე. კიდევ უკან. ხედავ ეხლა მაინც თუ მხედავ. მოდი დაგეხმარო ამ მოსვლაში. აჰა. მოკლედ, აი ესე ნახე, აი აქ თუ ხის ძირს, რომელიც აქ იყო დაახლოებით აი ესეთი ფორმით, თავიდან ბოლომდე თუ მოვჭრით, ფოთლები მერე უკვე ავტომატურად ჩამოცივდება და მოგცემს ან ნერგს, ან ვაშლს. კარგი, Holic, წესიდარიგით უნდა გქონდეს საკმაოდ დიდი რაოდენობის ხე, აი მეც დაგიმატებ აქ. და გააკეთე ერთი დაზგა. თან გავიმეოროთ გაკვეთილი ნომერი 1. და დადგისადნე. აქ ბალახი მოვასუფთავო რომ მანამდე. აუ მე ჩანაწერზე უნდა ვუყურო რა ერთი დაზგას როგორ აკეთე. დაგავიწყდა? არა, გავაკეთე. აჰა, დაზგა დადგი, სადმე? სხვათა შორის, ანუ ნივთი უცებ შეგიძლია ჩააგდო ინვენტარში. ანუ ინვენტარი გაქვს სულ 9. ეს არის სწრაფი ინვენტარი და გაქვს კიდევ 27 დამატებითი, ანუ EASO-ს რო აჭერ, ზემოთა 3-9-ზე უჯრები არის და ქვემოთა კიდევ 1-9-ზე რა. მოკლედ დაზგაში შედი და გახსოვს როგორ აკეთებდი ღუმელს? აი წინა ეპიზოდში რო 2 ცალი გააკეთე. კი. ეგრე გააკეთე ზუსტად ოღონდ მუხის ხის ფიცრებისგან ან გინდა სხვა ფიცრებისგან. ოღონდ ფიცრებისგან და არა ხეებისგან, მიხდი? დაგჭირდება სულ 8 ცალი ფიცარი. იმისაც რომ გააკეთო ერთი სკივრი. და სკივრი დადგის სადმე აქვე ახლოს. აუ მე სუფიცრებად გადავაქციე მთელი ხე რაც გქონდა თო. იყოს პრინციპში დაგჭირდება, ანუ ძირითადად ფიცრებისგან აშენებენ და არა ხისგან რა. ეგენი არის ისინი, აი რეიკები, ხო იცი ადრე რო აშენებენ. აჰა, სკივრი ესე იგი, ხო? ხო, სკივრი გააკეთე და დადგი აქვე სადმე. აი აქ დაუშვოთ. ანუ დაზგის გვერდით იყოს ჯობია. სკივრის დადგმა. სკივრი უბრალოდ მიღწევას არ მოგცემს თორე. ხო, ანუ წეღან ეხლა მე როგორც მივხვდი, შენ მაუსის ღილაკით გადა გაქვს ნივთი ქვემოთ, ხო, ანუ ინვენტარში. მაგას ჯობია რომ ციფრს მიაჭირო, დაუშვათ გახსენ EASO-ს მიაჭირე, მაგრამ ეგეც ისწავლოს ხალხმა, EASO-ს მიაჭირე და დაუშვათ აირჩიე ღუმელი. და ღუმელს რომ მიაჭერ, მე ერთიანს მიაჭირე და ქვემოთ პირველივეზე გექნება ეგ. არ შვება ეგრე. აი EASO-ს მიაჭირე. მე ღუმელს უბრალოდ მიადე მაუსი და მე ერთიანს არ მივაჭირო, ხო? ანუ უბრალოდ მაუსი მივადე. უბრალოდ მაუსი მიადე. ნუ ღუმელს არა, ნუ ნებისმიერ ნივთს, რომელიც ზემოთა გრაფაში გაქვს, მიხდი? ზეგები ეგ ეს.
მოდი აქეთ მხრიდან მოკლედ აი ეს ღუმელების დავ. ვარდისფერი ღორი? ეგ არის ღორი, ხო? ღორო შენი. აჰა. ვაშლი მომცა. ვაშლი მოგცა, ძალიან კარგი. ჰოლიკ, მოდი ბარემ მანამ სახლის მშენებლობაზე დაიწყებდე ბალახები დაამტვრიე და ეს ბალახები მოგცემენ მოკლედ ესე იგი ხორბლის თესლს. ნუ აქ უბრალოდ თესლია წერია, მაგრამ მე მაგ სიტყვას ვერ ვიძახი ხოლმე და ამიტომ ხორბლის თესლი. აი, მოკლედ ხორბლის თესლი უნდა შეაგროვო ბალახების დამტვრევით. ოღონდ ყვავილი თუ მოყვება, პრინციპში არც ეგ არ არის პრობლემა, ყვავილის დანიშნულებაში. შემდეგ გაკვეთილებში ავხსნით და მოამზადე ანუ ხორბლის აი ესე ისამ თესლი. რამდენი ცალი გაქვს დაახლოებით? მე რა ვიცი. EASO-ს მიაჭირე და ნახე მე რა. რამდენი თესლი გაქვს, ხოლე? 7 ცალი. 7 ცალი? ბღუეტი მაქვს კიდე 2 ცალი. აი, აჰა. და არყის ნერგი მაქვს კიდე 2 ცალი. ცისფერი ბღუეტი, ხო? ეს არის არადა რეალურად თეთრი ყვავილი როა, ხო? უბრალოდ ცისფერი ბღუეტი როა წერია. კაი, მოკლედ მე შენ ეგ ჩამოგიგდე, ესე იგი ხორბლის თესლი. მოდი ახლა დაზგასთან და გააკეთე ერთი სათლი. ნუ ვედრო იგივე. ეგ როგორ? როგორ იცი, ახლა ნახე. ანუ ახლა ვერტიკალური წარმოიდგინე. ვერტიკალურში პირველ ხაზში მეორე ბლოკში ჩადე რკინა, ანუ რკინას მიეცი დაახლოებით ვედროს ფორმა, სათლის ფორმა. ანუ ხელობაში რო შეხვალ დაზგაში, ვერტიკალურად პირველ ბლოკში, პირველ ხაზში მეორე უნდა ჩადო მოკლედ რკინა, მეორე ხაზში უნდა ჩადო მესამეზე რკინა, ანუ სუსუ ქვემოთ და ბოლო ხაზში უნდა ჩადო მოკლედ ისე როგორც პირველში. იხდი დაახლოებით თუ ვერა? ვერა, თან სულ 4 რკინა. ხო და 3 რკინა გჭირდება. ეხლა ნახე, ხელობა ხო გაქვს? ვერტიკალური ხაზები ხო არის 3, 3 ჰორიზონტალური, 3 ვერტიკალური. პირველ, ანუ ჰორიზონტალურ ხაზს დაანებე თავი. პირველ ხაზს. ეხლა შუა ხაზზე გადადი ჰორიზონტალურად. ხო. ჰორიზონტალურ შუა ხაზში ჩადე პირველ და მესამე სლოტში ერთი ანუ თითო რკინა. ჩადე? კი. და ეხლა ჰორიზონტალურ მესამე ხაზში ჩააგდე ერთი რკინა შუაში. და ამოგიგდებს ესე იგი სათლს იმაში. ნუ სადაც დავუშვათ დაზგას და ღუმელს და სკიურს და ეგეთ რაღაცებს იღებ. გამოგივიდა თუ ვერა? კი. აჰა, ძალიან კარგი. წამოდი ახლა აქეთ და მოკლედ აი აქედან წყალი აიღე, მარჯვენა ღილაკი დააჭირე აქვე სადმე ახლოს. ესე იგი, შო, მორჩა, ანუ წყალი უკვე გაქვს ახლა სათლში. წესი დარიგით, კი, სავსე გიჭირავს. და მოკლედ რა ქნა, იცი, აი აქ, ახლა აი ამ ბლოკში, რომელიც მე ამოვამტვრე, აი აქ ჩაასხი წყალი. ხო, მარჯვენა ღილაკის დაჭერით ერთხელ. მეტი არ მოიცეს ცისფერი ბღუეტი იმას ავქნათ, მოვტეხოთ. ბღუეტი. და ესე იგი ეს წყალი რის საშუალებას გვაძლევს, იცი? ფერმა უნდა გავაკეთოთ რა, ანუ სანამ სახლზე დავიწყებდეთ ზოგადად ფიქს, ანუ Minecraft-ის, ნუ პრინციპში ჩემებური სტრატეგია, ვინ როგორ ითამაშებს სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური არის და გადასაწყვეტი პირადად. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვთამაშობ, ანუ სანამ სახლზე დავიწყებდე ფიქს, მანამდე უნდა მქონდეს საჭმლის რაღაცა პატიმარაგი მაინც. აი ახლა ნახე, აი აქ მოდი მოვასწოროთ აი ეს ტერიტორია იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში სახლი დავდგათ. სახლის შენით ააშენე თუ გინდა. ანუ სახლის აშენების იმას, ანუ რას გეუბნები, იცი? არანაირი ინსტრუქცია, ანუ სახლს უშუალოდ შენ ააშენებ, მე უბრალოდ დაგეხმარები რაღაცეებში. მოდი კიდე ერთი ბლოკითაც იქ მორჩა, ანუ ეს ტერიტორია პრინციპში იყოფა. რა სახლის შემდეგი ეპიზოდისთვის იყოს, მაგრამ მანამდე მოკლედ ხორბლის თესლებისგან ხო უნდა გავაკეთოთ ფერმა. კი, ძმაო. ესე იგი, გახსოვს შენ გააკეთეთ ხის შემთხვევით წინა ეპიზოდში, მაშინ როდესაც წერაქვის გაკეთება მინდოდა. კი, მაქვს ახლა თოხი. თოხი დაიჭირე. ეხლა ბარი გიჭირავს, მართალი ხარ ჰოლიკ? ბარი კი არა, ნიჩაბი გიჭირავს ვაფშე. მოიცა დაანები თავი. თოხი უნდა დაიჭირო, თოხი. EASO-ს მიაჭირე და თოხი იპოვე. წერაქვს გავს რაღაცით, უბრალოდ წერაქვი არ არის რა. თოხი აჭერი არა, აწერია. აიფშო, ეგა. ეხლა ისევე როგორც არის. ამ ყორს უნდა აი ეს. აუ, გასაყვარლად მიყურებდა ჩემ. აი ეს უნდა და მოკლედ ამ ყორს. ეხლა ნახე, წეღან როგორც ბარით აჭერდი, ანალოგიურად გააკეთე. უბრალოდ მარჯვენა ღილაკის დაჭერით. ნახე, აი ამ ბლოკს, ეხლა ნახე აგიხსნე პრინციპს. მოიცა ჯერ არ დაიწყო, ერთ წამი აღარ გააგრძელა. აქ ხო არის წყალი. კი. 1 2 3 4 ბლოკის აი ეხლა აი ამ ბლოკამდე ანალოგიურად 1 2 3 4 აი ამ ბლოკამდე მოკლედ წყალი მიეწოდება ყველა ბლოკს, რა მიხვდი? აქეთ.
იქითაც ანალოგიურად 4 ბლოკის დაშორებით. ანუ შენ რო 4 ბლოკი მიათოხო, აი აქ, ანუ ეს არის უკვე მაქსიმალური, რაც შენ გაწიე, აქამდე მოეწოდება წყალი. სანამ წყალი მოეწოდება, მანამდე უფრო სწრაფად იზრდება, მიხვდი? ასე რომ ეს ყველაფერი შეავსე დაახლოებით გეტყვი რა ტერიტორიამდე 1 2 3 4 აი ამ ბლოკამდე შემოვავსე, აი მოკლედ აი ესე კუთხეებს გაგიკეთებ. 1 3 კუთხეში დაგაყენებ რა. და 1 2 3 4 აი ესე. მოკლედ ეხლა ნახე. აი ამ კუთხეებამდე მოიყვანე თოხით მიწა რა, ანუ მიწა დაამუშავე თოხის დახმარებით. აქეთა მხრიდანაც 1 2, ნუ პრინციპში აქეთა მხრიდან უკვე აღარ გინდა, უბრალოდ და ეს წყლის აქეთა მხარე დაფარე და მორჩა გეყოფა. აი ესე. ხოლიკ 5-იანი შენ თუ 10-იანი, ნუ ეხლა 10 ბალიანი სისტემაა და ეხლა რა ქნა, იცი, ხორბლის თესლი რომელიც ჩამოგიგდე, აი კიდევ დაგიმატებ სამცალს, დათესე ისე და ისე მარჯვენა ღილაკის დახმარებით აი ამ ტერიტორიაზე. ანუ ხორბლის თესლი დაიჭირე ხელში და მარჯვენა ღილაკით ურტყი იმ ადგილებს, სადაც წეღან თოხით დაამუშავე ტერიტორია. მე მანამდე ხეს მოვჭრი და მოკლედ გასწავლი როგორ უნდა შემოღობოთ ჩვენი ფერმა. ფერმას ღობავთ იმისათვის, რომ მოკლედ არანაირი ზომბი და ასე შემდეგ სხვა რაღაცა, ანუ მონსტრი არ შემოიჭრას. ხორი ჭამს ფერმას, რა ქვია? არა, ანუ არ არიან ჩვენთან ბაკულას გოჭები და ღორები. უპრობლემოდ შეგიძლია ენდომათ. უბრალოდ თუ კი დაუშვათ რომელიმე მაგრამ არ ჭამენ, ესე იგი, მას მოსავალს. ანუ ესე მოსავალს არ შეგიჭამენ. შენ თუ არ აჭამე, თვითონ ვერ შეჭამენ. მიხვდი, ანუ ფერმაზე რომ შემოიპარნონ და რომ ზედიდგნენ, მაინც არ შეჭამენ მოკლედ მოსავალს. ესე იგი, ნებართვა უნდათ. ხო რა, ნებართვა უნდათ, არა, ანუ შენით უნდა დაიკავო დაუშვათ მოგროვილი ყველაფერი ის, რასაც დასდეს და რასაც მოიმკი და რასაც მოიმკ. როგორც არის მოკლედ და მე რა უნდა გაამრავლო. აი, მოდი დროს კიდევ 0-ზე დავაყენებ იმისათვის, რომ მოკლედ მაყურებლები არ შეწუხდნენ, ხო? ძალიან კაი. ხოლიკ, მოდი ახლა აი მაყურებლები რატო უნდა შეწუხდნენ დროზე? ანუ დროზე, იმიტომ რომ საღამო ხანს ხო უფრო ბნელა და შეიძლება ისე კარგად ვერ დაინახონ. კი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჭირაღნების დადება, მაგრამ შენ ხო არ გახსოვს ჭირაღნების გაკეთება. თუ ისე უღნები, ბიჭო. აი, ხა გაჩერდი. ხოლიკ, მოდი აი აქ დაზგასთან. მოდი მაზიანი რო 10 ცალ ჭირაღნას ეხლავე გავაკეთებ. ხოლიკ, მოდი დაზგასთან. ხოლიკ, მოდი დაზგასთან. მოდი ბაბასთან. აი დაზგა. მიდი და აი დაზგას მიაკლიკე აგერ. სკივრის გვერდი. დაზგა სად არის, ბიჭო? სკივრის გვერდით, კაცო. არ არის აქ დაზგა. აგერ აი აქ მიაკლიკე. ეხლა აი ხო, კი გადავებოდი. მოკლედ, ეხლა ნახე. ჩამოგიგდებ მე შენ ფიცრებს, რომლების დაგჭირდება იმისაც, რომ გააკეთო ღობეები. და ღობეების გაკეთებასაც აგიხსნი, ნუ საკმაოდ მარტივია. ეხლა ნახე. ჰორიზონტალურ რიგში, ანუ ვერტიკალურ რიგში უფრო სწორედ, პირველ და მეორე ხაზში ჩადე ფიცრები. მიხვდი, ანუ ვერტიკალურ ხაზში, პირველ და მეორე ხაზში ჩადე ფიცრები. შემდეგ, ანუ ვერტიკალური ხაზის მეორე რიგში ჩააგდე ჯოხები, პირველში და მეორეში ისევ. მიხვდი? და იქით ამ მხრიდანაც ფიცრები, როგორც აქეთ. ანუ მესამე ხაზში. ვერ მივხვდი. აი, მოკლედ ნახე. ხო არის მოკლედ შემდეგში ჰოლიკ რა ვქნათ, იცი? აი წარმოიდგინე ვითომ ეს არის ტელეფონი, მობილური ტელეფონი, მიხვდი? ხელობა. და თითოეული რო დანომრო 1 2 3 4 5 6 7 8 9 ხო გამოგდეს სულ. კი. პირველში ჩადე მუხის ფიცარი. მეორეში ჩადე ჯოხი. მესამეში ჩადე მუხის ფიცარი. ეხლა ქვემოთ ახალზე ხო გადმოხვედი მეოთხეზე უკვე. კი. მეოთხეში ჩადე მუხის ფიცარი. შევ გაკეთდა. მეხუთეში ის და ნუ ეგ. ეხლა გააკეთე ეგ საკმაოდ დიდი რაოდენობის იმისაც, რომ მოკლედ აი ეს ფერმა თავიდან ბოლომდე შემოუღობოთ. ანუ ბევრი ქენი რა, ძალიან ბევრი ქენი. ხოხდები რა ხოაზე. მე მანამდე წავალ კიდევ მოვჭრი ხეებს, სამომავლო ეპიზოდისთვის მომემზადები და რა ქნა, იცი? აი ამ ფერმის ირგვლივ მოკლედ დადე აი ეს ისინი. ღობეები. მოკლედ ღობის დანიშნულება არის ის, რომ კრიპერი, ანუ ის მონსტრი, რომელიც ფეთქდება, ანუ ერთი კამიკაძე მონსტრი ყავს Minecraft-ში, შფოთა ქვია ქართულად, შფოთავს ხოლმე რა და ფეთქდება რონერვიულობს. ანუ ისა რა, ანუ ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა ბავშვობაში რა. და მოკლედ ესეთი აგრესიულია. გავს სხვათა შორის ბევრს. მიხდი.
ბავშვობის ტრავმა აქვს გამოყოლილი. ხო, ბავშვობის ტრავმა აქვს გამოყოლილი ამასაც. ხო და მოკლედ მაგის დასაცავად გჭირდება ჩვენ მოკლედ აი ეს ყველაფერი. ვიღაცა მირეკავს, მაგრამ ეხლა ნამდვილად არ მცალია, იმიტომ რომ GeoGameHolic-თან ვიღებთ ვიდეოს. და გაუთიშოთ ტელეფონი რა. Holic შემოსაზღვრე თავიდან ბოლომდე? ჯერ არა. კარგი, მოკლედ როგორც კი დაიწყებს, ანუ ხო დაიწყე უკვე რაც თავარია შემოსაზღვრა. ერთი ბლოკი უნდა დატოვოთ სარიელი და იმ ბლოკში უნდა დატოვო ესე იგი პატარა ღრიჭო, რომელშიც მოკლედ შეხვალ. მალადეთ ვიდეო შენ. აი მეც მაქვს მე მგონი ცოტა გაკეთებული თუ არა? არა. კარგი ბატონო, ცოტას მეც გავაკეთებ, დაგეხმარები. მთავარი ის არის, რომ პრინციპს უკვე მივხვდი შენ. ანუ რა პრინციპით მუხის ღობე, ასე რომ ეხლა ჩემი დახმარებაც არ იქნება აქ ულიგო. აი ესე და ესე. მოდი Holic ეხლა რაქნა, იცი დაზგაში. შედი ისევ და ისევ დაზგაში. აი ხის ბლოკები ყოველთვის უნდა დაამტრიო იმით. ნაჯახი. ანუ არ აქვს აზრი დაუშვათ უშუალოდ ხეარი პიცარია თუ რა არის. დაზგაში შედი და ეხლა გააკეთე ყველაფერი ზუსტად იგივე, ოღონდ ჯოხები და ფიცრები გადაადგილე. მიხდი, ანუ შუაში ფიცრები გააკეთე და იქით აქედან ჯოხები. და ეგეთი რაღაცა, რასაც ეგ გვინდა, ნუ ერთი ცალი, ხო, ერთი ცალი გვეყოფა ყველამდე. თუ ყელა. თუ ყელა გვეყოფა. მითხარი მაგ რაღაცას რა ქვია? ჭიშკარი. კი ბატონო. ჭიშკარი უნდა დადო როგორ იცი? პირიქით, ანუ ხო მიხდი როგორც. აი ნახე. მე ხო არა ვიღე, კი მე ავიღე. აი აგერ დაგიგდე და დადე მოკლედ იმ მიმართულებით იყურე საითაც უნდა დაიდოს. ეხლა ნახე მარჯვენა ღილაკსო და აჭერ ჭიშკარს გაიღება. და შეხვალ მე უკვე როგორც კი წამოყოფს ეს თავთავები თავს, წამოყოფენ უბრალოდ ნუ მოკრებ რა, ანუ ჩვეულებრივად მარცხენა ღილაკის დახმარებით კრებ აი ამ ხორბალს. გინდ ხორბალს და გინდა სხვა რაღაცეებსაც რა, ანუ ნებისმიერ ნივთს. იასნა ძმა. აჰა, კარგი, ესე იგი ფერმა უკვე პრინციპში გასაგებია. ანალოგიური პრინციპით კეთდება გოგრის ფერმა, ოღონდ გოგრის ფერმას რა უნდა გაუკეთო, იცი? აი ნახე, ეხლა გესმის აი ამ ღობე მაქვს, იცი? ო. ეხლა ნახე, აქ თუ დათესავ გოგრას აი ამ სამიმაზე. ეხლა ეს ბარით მონიშნე, აი აქ დათესე დაუშვათ გოგრა. ირგვლივ რომელიმე მიმართულების აი დაუშვათ აი აქეთ. აი იმ ბლოკზე რომელზეც ეხლა შენ გახარ, აი ეხლა რომელსაც მე ვთხრიო, ოღონდ წესიდარგით გათხრილი არ უნდა იყოს. აი აქ არ უნდა დავდოთ არაფერი. ანუ აქ არ ვრგავთ არაფერს. უბრალოდ უტოვებთ სარიელ გამოტოვებით, ხო? ხო, გამოტოვებით, იმიტომ რომ როგორი ვარიანტია, ცი ხორბალი ხო ეგრევე ზევით იზრდება და გოგრა მოკლედ ნაყოფიდან ეკიდება გვერდით რა. გოგრა და საზამთრო ეს არის ორი ასე ვთქვათ მარცვლეული, რომელიც სხვანაირად იზრდება. გასაგებლარია. ესე იგი, ფერმის გარდა წამოდი მოკლედ აი ამ ღორებს დავცხოთ ახლა და მოვემზადოთ. ვისა, ბიჭო, ვისა ჩემ. აი ამ ღორებს რა. ხმალი ხო გაქვს Holic? მე მგონი რკინის ხმალი უნდა კონდეს, ძალიან კარგი. სადმე ძროხას თუ იპოვი, ძროხა მოკალი აუცილებლად და მოგცემს კიდევ ერთ მიღწევას ქაუბოი ან რაღაც მაგდაგვარი უნდა ეწეროს. ქართულად რა ქვია მაგ მიღწევას ნამდვილად არ მახსოვს იმათე რო გითხრა. მოკლედ ღორები მოკალი. თუ კი გაქვს შენ დაუშვათ. მოდი აქ შეღორიშვილში. სულ ამბობდი აი ყოველთვის. მე მგონი ბევრ ეპიზოდში მაქვს ნათქვამი, რომ კიდევ კარგი რომ ცხოველები არ არიან სოციალურები თქო რა, ანუ ერთს რო ურტყამ ხოლმე ხა მეორე რო არ ყვირის და სხვები რო არ გარბიან რა. რაც იქეცი Holic-ა გვირტყამს ერთმანეთს უპადებს. ხო, ესე იგი დავხოცოთ ღორები, ხო? ხო, დავხოცოთ. რამდენი არიან? დავხოცოთ ღორები. ამ ღორების მოშინაურება არ შეიძლება? კი, როგორ არა, შეიძლება. ამისთვის დაგჭირდება მოკლედ სტაფილო. ან სტაფილო ან ჭარხალი. ანუ ღორის ჭამს სტაფილოს, ანუ როგორი ვარიანტია, იცი? სხვადასხვა ცხოველი მოკლედ მოიცა აქ პატარა მონუმენტს უკეთებ რა, მაინც აქ გარდაცვლილი ღორების სოვნის. აი მორჩა გავაკეთე. ხო და მოკლედ ანუ ბიჭო, ისე თვალებით მიყურებ და რო ძლივს მოკალიდო. ხელი აგიკანკალდა, ხო? აი მე მოკლედ აი აქ პირველ ღორს აი ესეთი რაღაც დაუდგი, რომელიც ესე იგი გარდაიცვალა ჩვენს let's play-ში. აი ეგ დიდი საფლავის ქვა რო არის, დაზგასთან ახლოს. აი, მოდი. აი აქ მოკლედ პირველი ღორი გარდაიცვალა და იუწყებიან ახლო მეზობლები, მეგობრებიდან ნაცავი რომ გარდაიცვალა. ხო? ახლო ღორები იუწყებიან რომ გარდაიცვალა. ღორი Minecraft-ის ასული მაინერი. აჰა. ღორის თავი უნდა დაახატო მანდა. მაგისტვის აი ისინი გჭირდება, ანუ
რა ქვია იმას, მატყლი. ანუ მატყლის შეღებვა შეიძლება და შემდეგ მატყლის აი მიხეილის ლოგო როგორც დავხატე, იგივე პრინციპით ღორის თავის დახატვა რა. ღორის თავისთან დარე. ჰოლიკ, ხო გაქვს ღუმელი? არა, იქაც გვიდგას. წამოდი. და მოკლედ შენ თუ გაქვს ახლა ისინი რა ქვია იმას? ისინი? აი ისინი, აი ხო მიხდი რა, რაზეც გეუნები. ხორცები? ხორცები, ხო, ხორცები ჩააგდე ზემოთ, უმი ღორის ხორცი. ჩააგდე ზემოთ და ქვემოთ ესე იგი ჩაუგდე ნახშირი. ნახშირს ეგრევე shift-ი და მერე მაუსის. ნახშირი საერთოდ არ გაქვს? კარგი, არ გასწოს ნახშირი როგორ უნდა გამოვწვათ, გამოიყენე მეორე ღუმელი. რომელშიც უნდა ჩააგდო მუხის, ანუ ან ნებისმიერი ხე. ხო იცი რა? მალადეც ბიძია. მალადეც რა. ისი წარმოიდგინე ამდენი რამის დამახსოვრება, მაგრამ პრინციპში რაღაც ძალიან სერიოზული დასიც არ არის. ხოლე კარგი ნავაშლი? ნახე რა წითელი ვაშლი ჩამოგიდგა. არა, ღუმელში პირიქით ზემოთ ხე და ქვემოთ ფიცარი. ვიცით ხო გითხარ. ნიჭიერი მოსწავლე მყავ ხარ ჰოლიკო, აღია. აჰა. კარგი. მოკლედ, მოდი სანამ ეს ყველაფერი გამოიწვება, მანამდე მოჭრათ ხეები და ვისაუბროთ შემდეგი ეპიზოდების გეგმებზე და ხალხმაც მოდი მოკლედ დაწეროს, ხო? რისი სწავლა სურდა, რისი არა. ხო? კი, ძმაო. აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. და თუ დაუშვათ რაიმე ახალი ისწავლეთ, ან თუ დაუშვათ ფიქრობთ რომ ნორმალურად ხსნი ან ჰოლიკი კარგად სწავლობს, მაშინ აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ GeoGame-Holic-ის არხი. ხო ეგრეა ჰოლიკი? იასნათო. აი ამ ხეებს ჯობია რომ არ მიადგე, დაანები ამ ხეს თავით, დაანები. ყოველთვის აირჩიე როგორი ხე იცი? მოიცა კიდევ ერთხელ მივადღეო. აი წამოაკეთ. რა სულ დიდი ხეები ხდება. აი აქ ხედავ, აი ეს ხეები არის უფრო პატარა. ანუ 5 ბლოკი არის ამის სიმაღლე. ის ხეები არის უფრო მეტი განშტოებით მოკლედ. და შესაბამისად ვერ ახერხებ რა, ასე ვთქვათ, იმ ხეების თავიდან ბოლომდე მოჭრას და მერე ესე იგი ეს ფიცრები ვარდება თუ რა, ანუ ფიცრები კი არა, ფოთლები არ ვარდება უფრო სწორედ და არც ვაშლს გაძლევს და არც არა. არც ახლა არ ჩამოვარდა ფოთლები. არა, ჯერ არ ჩამოვარდება, ცოტა ხანი ჭირდება. და გახმეს? ტონი. და მოდი წამო ახლა იქ მე შენ მოგპარავ ხორცებს. არა ვყადაოფენს. და მერე მოკლედ იმას ავქნათ, ანუ ხორბალს რო გავაკეთებთ, მერე ძროხა შეგვიძლია მოვწელოთ და გავაკეთოთ ცომი. და მერე ანუ ისინი არის ხორცის პერაშკები და ხინკლის გაკეთება. ოღონდ მოდებიანი Minecraft-ია ეგ. და ლაიქეთ მეგობრებო, რესტორანი არ გავხსნათ. კი, ოღონდ მერე ამ ეს ღორები გავზარდოთ ხინკლის კუჭებზე. და ლაიქეთ თუ გინდათ რომ ესეთი მოდი დაემატოს Minecraft-ში. ხინკლის მოდი. ხინკალომანია, ხო. მოკლედ ესე იგი აქ როგორც ხედავ ნახშირი გამოიწვა და ეს ნახშირი მოკლედ გადაანაწილე ისე რომ იქ გამოიწვას ღორის ხორცი. იქ სხვათა შორის არყის ხე ქონდა ჩაკვეხებული და ზედმეტი იყო ეგ. ანუ რას გულისხმობ, იცი, არყის ხე არ უნდა დაახარჯო იმად საწვავად რა. იმიტომ რომ თვითონ ხე 4 ფიცრად იქცევა და 4 ფიცარი გვაძლევს 6 ბლოკის დაწვის საშუალებას და ერთი ხე თვითონ 3, ანუ ბლოკ ნახევრს მიხდი? და მაშინ როდესაც ერთი ხის დახმარებით შეგვიძლია გავაკეთოთ დაუშვათ 4 ფიცარი, ვიგებთ მოკლედ ბლოკ ნახევარს რა. ანუ 3.5 რაღაცის გამოწვა შეიძლება მასე რა. აუ, რა ჩამოვაყალიბე. ხოლე ჩუმადაა რაღაცა, ეს რეზბაზოს. ჭამ? ო. ოიცა მოგშივდა თუ? არა, პროსტა ვჭამ რა. თუ ვერ ვჭამეს. არა, ჯერ ვერ შეჭამ. მოიცა, აი მე რო ანუ სირთულეს დავაყენებ, ახლა დავუშვათ ცოტა რთულზე და ცოტა ხანში მოგშივდება. ანუ აი ხო უკვე მოგშივდა წესი დარიგით. აი გვერდით მარჯვენა მხარეს ინვენტარი სადაც გაქვს. EASO-ში რო შედიხარ ის კი არა, ქვემოთ. უნდა კონდეს ბარკლები მიხატული. არავითარი არ მომშიებია ჯერ. ჯერ არა, არ დაგიცარიელდა ერთი ბარკალიც? არა. არც ერთ. მალადეს ვიცი, ცოტა გაირბინე გამოირბინე და მერე ნახე. რომ დაწვი ჯერ კალორიებს. ესე იგი, აი ხა მომშივდა უკვე.
ხო, ანუ კალორიები დაწვი რა, მოკლედ ეხლა შენ და შეჭამე. შეჭამე მარჯვენა ღილაკს უნდა დააჭირო, ოღონდ ხელში უნდა გაჭიროს ის ნივთი, რომლის ჭამა შეიძლება. შეჭამე, მალადეც ბიძია. კარგი, ეხლა უკვე მოდი სირთულეს დავაყენებ ისე 7-ზე, იმიტომ რომ ეხლა გაკვეთილებში არ გჭირდება, ხო ეს ყველაფერი. და მოდი ეხლა სკივს მიაჭირე მარჯვენა ღილაკით. და ამ სკივში ჩააგდე ფიცრები, ბლოკები, პრინციპში ეხლა გეტყვი რა. აი მიწა, პრინციპში დაგჭირდება იმისაც რომ ესე იგი ტერიტორია შემოვსაზღვროთ და გავასწოროთ, დაუშვათ ოღრო-ჩოღროები, ასე ვთქვათ. ჩააგდე მუხის ღობები დაგჭირდება, პრინციპში ინსტრუმენტებით საჭიროა. ეხლა მოდი მოკლედ ხეებით ჩააგდე. ხეები და ფიცრები. ანუ ხეები და ფიცრები იქნება ჩვენი სახლის მთავარი მასალა. პრინციპში ისევე როგორც რიყის ქვა. აი ესე. და აი ესეც, აი ესე. ჰოლიკ რაკნა ეხლა იცი? Shift-ზე გეჭიროს. Shift-ს მიაჭირე. და სკივში ჩადებულ ნებისმიერ ნივთს დააჭირე მარცხენა ან მარჯვენა ღილაკით რამდენიმეს. ნებისმიერ ნივთს ეგრევე გიგდებს, ხო? ხო მიხდი? ანალოგიურად გააკეთე და ზემოთ როცა აგაქვს რა. და არ მოგიტევს წვალება. ეს ყვავილები საერთოდ მოაშორე, რეალურად დიდ დატვირთვას არ ატარებენ ყვავილები და შესაბამისად უაზრობაა მათი სკივში შენახვა. ყვავილები დავთესოთ, აი აქ მოიცა ღორის იმასთან მივიტან მონუმენტთან, აი ესე. აი ესე. და ესეც აი ესე. ძალიან კაი. აქეთან ფრიდანაც ერთი ყვა. სადა მონუმენტი? შენს გინდა ხო რომ შეამკო. აგე? აი მონუმენტი. და მოკლედ მონუმენტთან არსებულ მიწაზე უნდა დააკლიკო მარჯვენა ღილაკის დახმარებით და მივხვდი ახლა შენ რასაც აკეთებ. აი მოიცა ჩამოვაბნელებ ახლა ცოტა და მოიცა? ბიჭო, ზევიდან როგორ დავდგა ე? ახტე და ისე. აი, ჩამობნელდა და ნახე როგორ ანათებს, ხედავ? ანუ შენ გინდა სავარაუდოდ ერთი წამით, აი აქეთან ხედავ მოვაშორებ და ჭირაღდანი მეც მქონია. მოდი აი აქ გავაკეთოთ მომენტი. აჰა. მოკლედ ღამით აი ესე გაანათებ ჭირაღნების დახმარებით. მოდი რაკნა იცი კიდევ. იმისათვის რომ მოკლედ ფერმა უფრო კარგად გაიზარდოს, მით უმეტეს ღამის პერიოდში, მაშინ როდესაც მზე არ ხდება, აი ესე ჭირაღნებით შემოუსაზღვრე 4-ვე მხარე. მივხვდი? აჰა, ძალიან კაი. ეხლა შუაშიც დაუდგათ აქედან და აი აქედან პროპორციულად რო იყოს ჯობია, უფრო ლამაზი გამოჩნდება, 3 ბლოკის გამოტოვება, აქ 2 ბლოკის გამოტოვება, შესაბამისად ეს აქეთ. ხომ. და მოკლედ ანუ ღამის პერიოდშიც გაიზრდებიან ესენი. აი ნახე მოდი ჰოლიკ მოდი. მაპატიეთ. მერე? აი აქ შემოდი, ოღონდ ისე რომ არ იხტუნაო, იმიტომ როგორც კი ახტები, ეგრევე გააფუჭებ დაბარულ მიწას. აი ამას ხედავ? აი მოიცა, აი ეს ხორბალი უნდა მოეცა წესით. ნუ მე მომცა, იმიტომ რომ ეს აქ ხელში მიჭირავს. კარგი, ეხლა აი აქ სადაც უკვე ამოთხარე, იქ ისევ და ისევ დათესე კიდე ერთი ისა, ხორბლის თესლი. აღარ ამბობ. კარგი, მაშინ მოდი მე ჩამოგიგდებ ცოტას. ანუ ყოველ ჯერზე ესე უნდა განაახლო ხოლმე რა, ანუ იმებში რო ხო იცი რაღაც სოციალურ ქსელებში, Facebook-ში და ასე შემდეგ. კი. აუ ხა ხალხი აჯანყდება Facebook-ით თქვა მაინერმა ლოლ. მოკლედ ანუ ფერმის ვარიანტის თამაშიც არის Minecraft-ში, მშენებლობაც არის და ანუ მაგიტომაა დაუშვათ გენიალური და მშვენიალური რა. ეხლა თან იმაშობი რა, ცოტა ვარეკლამებ, ხეთი? გადადით gaming PC-ს არსზე და შეიძინეთ Minecraft-ის სულ რაღაც 50 თეთრად. კანიბალას უნდა ვათამაშო 3520. კარგი, მოკლედ ჰოლიკ, ესე იგი სკივში გვაქვს ყველაფერი. აი აქ. კი, ძმა, მდიდრები ვართ. გადავიტანოთ რიყის ქვებიც, პრინციპში საჭმელს შევაგდებ და მოდი რკინის ზოდსაც შევაგდებ. 8 ცალი რკინის ზოდი მაქვს და მოდი ჩაფხუტი გაიკეთე შენთვის. შენ ხო არ გაქვს შემთხვევით რკინა. ერთი ცალი უნდა კონდეს წესი. ცოტა მქონდა. ხო. მოკლედ რაკნა, იცი ხელობაში ქუდის ფორმა გააკეთე, აბა დაახლოებით თუ მიხვდები. ანუ ქუდის ფორმა გააკეთე რკინით. ოღონდ იმაში არ შეგეშალოს, რაც თავარია, ანუ შარვალში. შემეშალა. შეგეშალა და შარვალი გააკეთე? ხო, და ეხა ქუდის გავაკეთე. აი, მაშინ შარვალი გადმომიგდემე. არა, შარვალი გავაფუჭე ისე. როგორ თუ გააფუჭე? ხო, ნუ მოკლედ. ქუდი ხო გააკეთე და ქუდი ჩაიცვი, დაიხურე უბრალოდ და ეხლა ფეხსაცმელები გააკეთე. ფეხსაცმელი 2 სწორი ხაზი არის, ოღონდ 1 ბლოკის გამოტოვებით. მიხვდი?
ანუ ვერტიკალურ რიგში ანუ ორი ბლოკის სიგრძით პირველ ხაზში და მეორე ხაზში არ აქვს აზრი პირველი მეორე იქნება თუ მეორე მესამე. ვერ მივხვდი. აი ნახე. მოკლედ ხელობაში პირველზე და მეოთხეზე დადე ის ნუმერაცია. ხო. ეს ნუმერაციას როცა უკვე მე უფრო საკაიფოდ ასე თქვა დაამუღამებ, უფრო მარტივი ასახსნელი მექნება მეც, აი ეს ჰორიზონტალებით და ვერტიკალებით და რაღაც პითაგორას თეორემებით რო არ ახსნათ ხოლმე. კარგი, მოკლედ რაზმანზე ვარ, თო. თავიდან ბოლომდე ამუნიცია გაქვს, ყველაფერი გაქვს იმისათვის რომ შეებრძოლო მონსტრებს. გაქვს რკინის ხმალი, რკინის წერაქვი, რკინის ბარი თუ ავშტები, ნუ მოკლედ საკმაოდ საინტერესო ნივთი და მატერიალი და რესურსი გაქვს, რაც ძალიან კარგია. რავი, პრინციპში მეტი რა ვქნათ ახლა დღეს, ახლა მაგაზე ვფიქრობ. დღეს მოდი დავამთავროთ, მაშინ ახლა ფერმა გავაკეთეთ დღეს, ეგერ მონუმენტი ღორები დავხოცეთ. შარვალი კი არა, ფეხსაცმელები და ჩაფხუტი გავაკეთეთ. ხო, ანუ ახლა თავიდან ბოლომდე გაქვს ტანსაცმელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც არ დაალაიქებს, აი ესე აუკუწავ, აი ესე. F5-ზე გიჭირავს ახლა? ხო. ესე იგი, ანუ ანალოგიური პრინციპით შეგიძლია გააკეთო ალმასის ტანსაცმელი. შეგიძლია გააკეთო ტყავის, ალმასის და ოქროს ტანსაცმელი. ოქროს ტანსაცმელი არის ყველაზე ცუდი და მალე ფუჭებადი, შესაბამისად ოქროს არავინ არ ხარჯავს ტანსაცმლის გაკეთებაში და საუკეთესო არა, ხის იმას ვერ აკეთებ რა. აქ ვაშკაცა გული რკინის აბჯარი თუ და ხო, ეგრე არ არის რა სამწუხაროდ. ქვის. მაგრამ აი ქვისაც არ არის. მაგრამ შეგიძლია ფარი გააკეთო. ფარის გაკეთებასაც გასწავლით თუ გინდა, მოდი ბარემ რკინა გააქვს? ერთი წალი. აი ერთი რკინა რო გქონოდა, ძალიან კარგი იქნებოდა. მოიცა ერთი წამი. მიუცებ ჩემს თავს რკინას, არ არის პრობლემა. მაინც ადმინი ვარ ამ სერვერის. მოიც ვიპოვო საჯანდაბაში უნდა იყოს. ისა ბიჭო, ისა. ჩეთერი ვარ, აგეონები რა. ასე მოდი, ჩემი. აი მოკლედ რკინა აგერ ერთი წალი ჩამოგიგდე, დაიჭირე. რკინა უკვე გაქვს. შედი დაზგაში, ოღონდ მანამდე ფიცრები აიღე სკივრიდან და ბარემ ესე იგი ფარიც გავაკეთო და უკვე მერე დავასრულოთ მართლა ეს ეპიზოდიც, ხო? ეს მეორე გაკვეთილი. ფიცრები აიღე სკივრიდან? არა. სკივრს მიაჭირე მარჯვენა ღილაკით, შემდეგ shift-ით დახმარებით გადმოიტანე ფიცრები და ეხლა ნახე ხელობაში შუაში ჩააგდე ესე იგი რა ქვია იმას რკინა. მომიხდი? კი. მერე ესე იგი პირველ და მეოთხე სლოტში უნდა ჩააგდო მოკლედ ფიცრები. პირველი და მეოთხე. მერე მერვე სლოტშიც ფიცარი. და ანალოგიურად ესე იგი მესამეში და მეექვსეში. მოგცა თუ არა? არა, ხო, ესე იგი მე თვითონ შემეშალა რაღაცა ერთი წამით აი კაკრას ვიხსენებ ესე იგი shield recipe. აჰა. ნუ მოკლედ გავიხსენებ ერთი წამი Google-ის დახმარებით. არასწორად მიკანახებია. ესე იგი რკინის მაგივრად და რკინა სადაც გიდგას, იქ დადგი მოკლედ კიდევ ერთი ფიცარი და რკინა ზემოთ აწიე. მიხდი რას გულისხმობ? და მოგცემს ესე იგი. აი ნახე, მოკლედ პირველი ხე, ანუ პირველი ფიცარი და არა ხე. ხო, მერე რკინა, მერე ფიცარი, მერე სამი რკინა. მერე სამი ფიცარი. ანუ ეს ხაზი. ხო, სამი ფიცარი, ხო. და მერე შუაში მესამე ჰორიზონტალზე გავუშვი ფიცარი. და მოგცემს არს, მოგცა ხო? დაიკავე ყია და იმასკენი გამოიტანე თუ რაც ქვია, აიღე. როგორ დამოვიწყე? არ მომწონს უკვე რაღაცა კარგ მასწავლებელს არ უნდა ჭირდებოდეს. ხედავ? ეხლა ნახე, დააჭირე ასობგერა F-ს, F. გიჭირავს? დაიჭირე, ხო? და მოკლედ ხმალიც გიჭირავს და ისა ფარიც. მარჯვენა ღილაკს დააჭირე. და მოკლედ ეხლა როგორც კი შევესწრები შენს თავდასხმას, ნუ ეხლა იქიდან გამომდინარე რომ გათვლილი მაქვს PvP, ანუ ერთმანეთთან დაპირისპირება. ესე იგი ფარი როცა მაქვს აწეული, მაშინ ვერ ვირტმეინები, ხო? არა, ანუ პარალელურად ფარი რო გქონდეს, ფარი რო გეჭიროს და თან დაარტყა, ვერა. მაგრამ პრინციპში, ანუ როდესაც კარგად დაამუღამებ, ასე ვთქვათ, თამაშს, იმასაც ისწავლე, რომ ძალიან სწრაფად შეცვალო და ჩათვალე, რომ თან ფარი გიჭიროს და თან ურტყამ რა, ეგეთი პრინციპი. მარჯვენა მარცხენა ღილაკების აი ესეთი ცვალებადობა, აი. ამიხდი. მარჯვენა მარცხენა. უბრალოდ ეხლა მოკლედ გათიშული არის რა, იცი?
ანუ ხმალს ჭირდება ასე ვთქვათ გადატენვა იმისათვის რომ მოახერხოს დარტყმა რა. კარგი, მოკლედ ესე იგი ამ ეპიზოდში გავაკეთეთ საკმაოდ ბევრი რამ, სახლისთვის ვემზადებით, ფერმას დავასრულეთ. ნუ რა თქმა უნდა ძალიან პატარა ფერმა არის, მაგრამ აქ მოდი. სად? სადანე. ადანე? აჰა, აქანევა. მე რო შიშველი ვარ, აუბედურება. კაი რაღაც მაცვია მან რა. ხო. ესე იგი, დავამთავროთ ახლა ეს ეპიზოდი, დღეს ვისწავლეთ ფერმის გაკეთება, ხორბლის ფერმის, ანუ ჯერ ხორბლის თესლის მოპოვება, შემდეგ დათესვა, შემდეგ შემოფარგლა, შემდეგ ღობის გაკეთება, ანუ შემოფარგლა, კარების დაყენება, კარიბჭის. კარიბჭის. არა, მუხის ღობის ჭიშკრის უბრალოდ კარიბჭე კი არა. მონუმენტის აშენება, ცოლი. მონუმენტის აშენება, კი ბატონი, ღორების დახოცვა, ხორცის შეწვა და ფარის გაკეთება, აგრეთვე ფეხსაცმელების და ჩაფხუტის. და პლუს კივრი და სკივშის სწრაფად ნივთების გადატანა გადმოტანა. კი, ძმაო, 100 წელი. 100 წელი. ძალიან კაი, პრინციპში ისიც აგიხსენი დაუშვათ წყალი რა იმაზე მოქმედებს. რა არეალზე. ანუ ერთი წყალი მოკლედ ყოფნის 8-8-ზე არის რამდენი 64 63 ბლოკს ყოფნის მოკლედ ერთი ბლოკი წყალი. ანუ 4 კვადრატულზეა რა. არა 8 კვადრატულზეა, ანუ 4 ერთი მხრიდან 4 მეორე. 8 კვადრატულზეა, მართალი ხარ. 8 კი არა 9 გამოდის კაცო და 91 კი 80 ბლოკს ყოფნის ზუსტად ერთი ბლოკი. ძალიან კაი. ანუ თვითონ წყლის საზღვარიც აღარ ჩამithვლია, მიხდი? კარგი, მოკლედ დავასრულეთ, ხო, ჰოლიკ? კარგი, ძვირფასო მეგობრებო, აუცილებლად ველოდებით თქვენ გამოხმაურებებს, დაწერეთ თუ ვინმეს გამოგადგათ ეს გაკვეთილი, გავაგრძელოთ თუ არა. და რა გავაკეთოთ, ხო? ანუ რა გაინტერესებთ შემდეგ ეპიზოდში რო ნახოთ რა. შემდეგ ეპიზოდში მე და მაინერი გეგმავთ ასე ვთქვათ სახლის აშენებას, აი იქ სადღაც, აი იქ ფერმის იქით. ხო, ფერმასთან ახლოს უნდა იყოს, რომ წმომა კონდეს ფერმასთან. და თქვენი სურვილების მიხედვით კიდევ შეგვიძლია რაიმე ვისწავლოთ. მე ვისწავლო უბრალოდ მაინერმა იც უკვე გაიხანი. დიდი მადლობა ჯეომაინერს ამ პერსონალური გაკვეთილებისთვის. იგი არა მხოლოდ ჩემთვის აკეთებს, ამას თქვენთვის აკეთებს, ძვირფასო მეგობრებო, დამერწმუნეთ, ამიტომ დაუფასოთ მასე შრომა, დავალაიოთ ვიდეო და გამოვიწეროთ ჯეომაინერის არხი აუცილებლად. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. კარგად ზანდებოდით გემშვიდობებით, ახლა კეთილის სურვილებით. კარგად. არ შეწუხნე, ხო? ძალიან კაი. ჰოლიკ, მოდი ახლა აი აკლები რატო უნდა შეწუხდეთ დროზე? ანუ დროზე, იმიტომ რომ საღამო ხანს ხო უფრო ბნელა და შეიძლება ისე კარგად ვერ დაინახონ. კი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჭირაღნების დადება, მაგრამ შენ ხო არ გახსოვს ჭირაღნების გაკეთება. ისე უვნები, ბიჭო. აი, ხა გაჩერდი. ჰოლიკ, მოდი აი აქ დაზგასთან. მოდი მაზიანი, რომ 10 წელ ჭირაღნას ეხლავე გავაკეთებ. ჰოლიკ, მოდი დაზგასთან. მოდი დაზგასთან. მოდი ბაბასთან. აი დაზგა. მიდი და აი დაზგას მიაკლიკე აგერ. სკივრის გვერდი. დაზგა სად არის, ბიჭო? სკივრის გვერდით, კაცო. არ არის აქ დაზგა. აგერ აი აქ მიაკლიკე. ეხლა აი ხო, კი გადავებოდი. მოკლედ, ეხლა ნახე. ჩამოგიგდებ მე შენ ფიცრებს, რომლების დაგჭირდება იმისაც, რომ გააკეთო ღობეები. და ღობეების გაკეთებასაც აგიხსნი, ნუ საკმაოდ მარტივია. ეხლა ნახე. ჰორიზონტალურ რიგში, ანუ ვერტიკალურ რიგში უფრო სწორედ, პირველ და მეორე ხაზში ჩადე ფიცრები. მიხდი, ანუ ვერტიკალურ ხაზში, პირველ და მეორე ხაზში ჩადე ფიცრები. შემდეგ, ანუ ვერტიკალური ხაზის მეორე რიგში ჩააგდე ჯოხები, პირველში და მეორეში ისევ. მიხდი? და იქით მხრიდანაც ფიცრები, როგორც აქეთ. ანუ მესამე ხაზში. ვერ მივხვდი. აი, მოკლედ ნახე. ხო არის მოკლედ შემდეგში ჰოლიკ რა ვქნათ, იცი? აი წარმოიდგინე ვითომ ეს არის ტელეფონი, მობილური ტელეფონი, მიხდი? ხელობა. და თითოეული რო დანომრო 1 2 3 4 5 6 7 8 9 ხო გამოგდეს სულ. კი. პირველში ჩადე მუხის ფიცარი. მეორეში ჩადე ჯოხი. გასაგებია. მესამეში ჩადე მუხის ფიცარი. ეხლა ქვემოთ ხაზზე ხო გადმოხვედი მეოთხეზე უკვე. კი. მეოთხეში ჩადე მუხის ფიცარი. შევ გაკეთდა. მეხუთეში ის და ნუ ეგ. ეხლა გააკეთე ეგ საკმაოდ დიდი რაოდენობის იმისაც რომ მოკლედ აი ეს ფერმა თავიდან ბოლომდე შემოუღობო. ანუ ბევრი ქენი რა, ძალიან ბევრი ქენი. ხოხდები რა ხოაზე. მე მანამდე წავალ კიდევ მოვჭრი ხეებს.
სამომავლო ეპიზოდისთვის მოვემზადები და რა ქნა, იცი? აი ამ ფერმის ირგვლივ მოკლედ დადე აი ეს ისინი ღობეები. მოკლედ ღობის დანიშნულება არის ის რომ კრიპერი, ანუ ის მონსტრი რომელიც ფეთქდება, ანუ ერთი კამიკაძე მონსტრი ყავს Minecraft-ს, შფოთა ქვია ქართულად, შფოთავს ხოლმე რა და ფეთქდება რონერვი უყობს. ანუ ისაა რა, ანუ ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა ბავშვობაში რა. და მოკლედ ესეთი აგრესიულია. გავს სხვათა შორის ბევრს. მიხდი. ბავშვობის ტრავმა აქვს გამოყოლილი. ხო, ბავშვობის ტრავმა აქვს გამოყოლილი ამასაც. ხო და მოკლედ მაგის დასაცავად გვჭირდება ჩვენ მოკლედ აი ეს ყველაფერი. ვიღაცა მირეკავს, მაგრამ ეხლა ნამდვილად არ მცალია, იმიტომ რომ GeoGameHolic-თან ვიღებთ ვიდეოს. და გაუთიშოთ ტელეფონი რა. Holic შემოსაზღვრე თავიდან ბოლომდე? ჯერ არა. კარგი, მოკლედ როგორც კი დაიწყებს, ანუ ხო დაიწყე უკვე რა თავარია შემოსაზღვრა. ერთი ბლოკი უნდა დატოვოთ სარიელი და იმ ბლოკში უნდა დატოვო ესე იგი პატარა ღრიჭო, რომელშიც მოკლედ შეხვალ. მალადეთ ვიდეო შენ. აი მეც მაქვს მე მგონი ცოტა გაკეთებული თუ არა? არა. კარგი ბატონო, ცოტას მეც გავაკეთებ, დაგეხმარები. მთავარი ის არის რომ პრინციპს უკვე მივხვდი შენ. ანუ რა პრინციპით მუხის ღობე, ასე რომ ეხლა ჩემი დახმარებაც არ იქნება აქ ულიგო. აი ესე და ესე. მოდი Holic ეხლა რა ქნა, იცი დაზგაში. შედი ისევ და ისევ დაზგაში. აი ხის ბლოკები ყოველთვის უნდა დაამტრიო იმით. ნაჯახი. ანუ არ აქვს აზრი დაუშვათ უშუალოდ ხეარი პიცარია თუ რა არის. დაზგაში შედი და ეხლა გააკეთე ყველაფერი ზუსტად იგივე, ოღონდ ჯოხები და ფიცრები გადაადგილე. მიხდი, ანუ შუაში ფიცრები გააკეთე და იქით აქედან ჯოხები. და ეგეთი რაღაცა რასაც ეგ გვინდა, ნუ ერთი ცალი, ხო, ერთი ცალი გვეყოფა ყველამდე. თუ ყელა. თუ ყელა გვეყოფა. მითხარი მაგ რაღაცას რა ქვია? ჭიშკარი. კი ბატონო. ჭიშკარი უნდა დადო როგორ იცი? პირიქით, ანუ ხო მიხდი როგორც. აი ნახე. მე ხო არ ავიღე, კი, მე ავიღე. აი, აგერ დაგიგდე და დადე მოკლედ იმ მიმართულებით იყურე, საითაც უნდა დაიდოს. ეხლა ნახე მარჯვენა ღილაკსო და აჭერ ჭიშკარს გაიღება. და შეხვალ მე უკვე როგორც კი წამოყოფს ეს თავთავები თავს, წამოყოფენ უბრალოდ ნუ მოკრებ რა, ანუ ჩვეულებრივად მარცხენა ღილაკის დახმარებით კრებ აი ამ ხორბალს. გინდ ხორბალს და გინდა სხვა რაღაცეებსაც რა, ანუ ნებისმიერ ნივთს. იასნა ძმა. აჰა, კარგი, ესე იგი ფერმა უკვე პრინციპში გასაგებია. ანალოგიური პრინციპით კეთდება გოგრის ფერმა, ოღონდ გოგრის ფერმას რა უნდა გავუკეთო, იცი? აი ნახე, ეხლა გესმის აი ამ ღობე მაქვს, იცი? ო. ეხლა ნახე, აქ თუ დათესავ გოგრას აი ამ სამიმაზე. ეხლა ეს ბარით მონიშნე, აი აქ დათესე დაუშვათ გოგრა. ირგვლივ რომელიმე მიმართულების აი დაუშვათ აი აქეთ. აი იმ ბლოკზე რომელზეც ეხლა შენს გახარ, აი ეხლა რომელსაც მე ვთხრიო, ოღონდ წესიდარიგით გათხრილი არ უნდა იყოს. აი აქ არ უნდა დავდოთ არაფერი. ანუ აქ არ ვრგავთ არაფერს. უბრალოდ ვუტოვებთ სარიელ გამოტოვებით, ხო? ხო, გამოტოვებით, იმიტომ რომ როგორი ვარიანტია, ციხორბალი ხო ეგრევე ზევით იზრდება და გოგრა მოკლედ ნაყოფიდან ეკიდება გვერდით რა. გოგრა და საზამთრო, ეს არის ორი ასე ვთქვათ, მარცვლეული, რომელიც სხვანაირად იზრდება. გასაგებლარია. ესე იგი, ფერმის გარდა წამოდი მოკლედ აი ამ ღორებს დავცხოთ ახლა და მოვემზადოთ. ვისა, ბიჭო, ვისა? მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ GeoMiner-ი, ჩემთან ერთად არის რა თქმა უნდა GeoGameHolic-ი და მოკლედ ეს არის Minecraft-ის გაკვეთილების მეორე ეპიზოდი, სადაც მე და GeoGameHolic-ი მოკლედ მოვემზადებით სამომავლო მესამე ეპიზოდისთვის, სადაც უნდა ავაშინოთ სახლი და ამისათვის ჯერ პირველ რიგში მე და Holic-მა უნდა გავაკეთოთ სკივრი. Holic, ამისათვის დაგჭირდება უამრავი ხე. მიდი შენს მოჭერი მეც მოვჭრი. მეგობრებო, მეც მოგესალმებით ყველას. დიდ მადლობას ვუხდი GeoMiner-ს ამ გაკვეთილებისთვის. იმედი მაქვს თქვენს გამოგადგებათ ეს გაკვეთილები, არა მარტო ჩემთვის არის ეს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში თქვენთვის არის და თორე Holic ვისწავლოთ Minecraft-ი. არა, მე არ ვიცი რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი ჩემნაირი გამოვა, ახლა არის მე მგონი რა, გამოვა არის. თან კონდა ხალხს მოთხოვნა. მოკლედ Holic, სახლის მთავარი ასაშენებელი, ასე ვთქვათ, მასალა არის ხე. ანუ სოფლის ტიპის სახლებს აშენებენ ძირითადად Minecraft-ში. რა თქმა უნდა, ქვისგანაც შეგიძლია დაამზადო, უბრალოდ ხით უფრო ლამაზი გამოდის. იმიტომ რომ გახსოვს ხო, არყის ხე რო ვნახეთ ჩვენ და მუხის ხე. რომ მკითხეთ ეპიზოდში
რა განსხვავება ბიჭო, არის? აი აქ მიწას რა უნდა ზევით? ეს გახსოვს მე რო კიბე გავაკეთე წინა ეპიზოდში. მე ჩამოგდებას რო ვცდილობდი. დარჩა ეგ მიწა რა, ანუ Minecraft-ში გრავიტაცია არ მოქმედებს. მოკლედ, ეხლა მოდი მოვჭრათ ხეები. აი ესე. და დღეზე ხო არ შევცვალო, მაინც ვიდეო გაკვეთილები არის, ჩვენ არ ვთამაშობთ გადარჩენას და ხალხსაც ვეტყვით, რომ მე ვარ ამ სერვერის ადმინისტრატორი, შესაბამისად შემიძლია შევცვალო დღეზე და უშუალოდ ღამე და ასე შემდეგ. შეცვალო დღეზე. ზეს დაუწიო ან რაღაც მაგდაგვარი რა. აჰა. ყოვლის შემძლეჯეო მაინერი ხარ? აი დრო დავაყენეთ 0-ზე და აჰა, დღე არის. მოკლედ, ჰოლი, კიდევ ერთი რაღაცა. ნახე, ხეებს როცა ჭრი, მანამ სანამ ხის ბლოკები არის აი ამ ფოთლებთან ახლოს, მანამდე ფოთლები არ ქრება. და ეს ხე სულ ესე იქნება, მაგრამ თუ თავიდან ბოლომდე მოჭრი ხეს, ისევე როგორც აი აქეთ არის, მოდი გამოიხედეთ ჩემსკენ. სათხარ აბა. აი, უკან, აგე. კიდევ უკან. ხედავ ეხლა მაინც თუ მხედავ. მოდი დაგეხმარო ამ მოსყოში. აჰა. მოკლედ, აი ესე ნახე, აი აქ თუ ხის ძირს, რომელიც აქ იყო დაახლოებით აი ესეთი ფორმით, თავიდან ბოლომდე თუ მოვჭრით, ფოთლები მერე უკვე ავტომატურად ჩამოცივდება და მოგცემს ან ნერგს, ან ვაშლს. კარგი, ჰოლიკ, წესიდარიგით უნდა გქონდეს საკმაოდ დიდი რაოდენობის ხე, აი მეც დაგიმატებ აქ. და გააკეთე ერთი დაზგა. თან გავიმეოროთ გაკვეთილი ნომერი 1. და დადგისადნი. მოდი აქ ბალახი მოვასუფთავო რომ მანამდე. აუ მე ჩანაწერზე უნდა ვუყურო რა ერთი დაზგას როგორ აკეთე. დაგავიწყდა? არა, გავაკეთე. აჰა, დაზგა დადგი, სადმე? სხვათა შორის, ანუ ნივთი უცებ შეგიძლია ჩააგდო ინვენტარში. ანუ ინვენტარი გაქვს სულ 9. ეს არის სწრაფი ინვენტარი და გაქვს კიდევ 27 დამატებითი, ანუ EASO-ს რო აჭერ, ზემოთ 3 9-ზე უჯრები არის და ქვემოთა კიდევ 1 9-ზე რა. მოკლედ დაზგაში შედი და გახსოვს როგორ აკეთებდი ღუმელს. აი წინა ეპიზოდში რო 2 ცალი გააკეთე. კი. ეგრე გააკეთე ზუსტად ოღონდ მუხის ხის ფიცრებისგან ან გინდა სხვა ფიცრებისგან. ოღონდ ფიცრებისგან და არა ხეებისგან, მიხდი? დაგჭირდება სულ 8 ცალი ფიცარი. იმისათვის რომ გააკეთო ერთი სკივრი. და სკივრი დადგი სადმე აქვე ახლოს. აუ მე სუფიცრებად გადავაქციე მთელი ხე რაც ჰქონდა თო. იყოს პრინციპში დაგჭირდება, ანუ ძირითადად ფიცრებისგან აშენებენ და არა ხისგან რა. ეგენი არის ისინი, აი რეიკები, ხო იცი ადრე რო აშენებენ. აჰა, სკივრი ესე იგი, ხო? ხო, სკივრი გააკეთე და დადგი აქვე სადმე. აი აქ დაუშვოთ. ანუ დაზგის გვერდით იყოს ჯობია. სკივრის დადგმა. სკივრი უბრალოდ მიღწევას არ მოგცემს თორე. ხო, ანუ წეღან ეხლა მე როგორც მივხვდი, შენ მაუსის ღილაკით გადა გაქვს ნივთი ქვემოთ, ხო, ანუ ინვენტარში. მაგას ჯობია რომ ციფრს მიაჭირო, დაუშვათ გახსენ EASO-ს მიაჭირე, მაგრამ ეგეც ისწავლოს ხალხმა, EASO-ს მიაჭირე და დაუშვათ აირჩიე ღუმელი. და ღუმელს რომ მიაჭერ, მე ერთიანს მიაჭირე და ქვემოთ პირველივეზე გექნება ეგ. არ შვება ეგრე. აი EASO-ს მიაჭირე. მე ღუმელს უბრალოდ მიადე მაუსი და მე ერთიანს არ მივაჭირო, ხო? ანუ უბრალოდ მაუსი მივადე. უბრალოდ მაუსი მიადე. ნუ ღუმელს არა, ნუ ნებისმიერ ნივთს, რომელიც ზემოთ გრაფაში გაქვს, მიხდი? ზეგები ეგ. მოდი აქეთ ამხიდან მოკლედ აი ეს ღუმელების დავ. ვარდისფერი ღორი? ეგ არის ღორი, ხო? ღორო შენი. აჰა. ვაშლი მომცა. ვაშლი მოგცა ძალიან კარგი. ჰოლიკ, მოდი ბარემ მანამ სანამ სახლის მშენებლობაზე დაიწყებდე ბალახები დაამტრიე და ეს ბალახები მოგცემენ მოკლედ ესე იგი ხორბლის თესლს. ნუ აქ უბრალოდ თესლი აწერია, მაგრამ მე მაგ სიტყვას ვერ ვიძახი ხოლმე და ამიტომ ხორბლის თესლი. აი, მოკლედ ხორბლის თესლი უნდა შეაგროვო ბალახების დამტრევით. ოღონდ ყვავილი თუ მოყვება, პრინციპში არც ეგ არ არის პრობლემა, ყვავილის დანიშნულება შემდეგ გაკვეთილებში ავხსნით. და მოამზადე ანუ ხორბლის ესე ისამ თესლი. რამდენი ცალი გაქვს დაახლოებით? მე რა ვიცი. EASO-ს მიაჭირე და ნახე მე. რამდენი თესლი გაქვს, ხოლე? 7 ცალი. 7 ცალი? ბრუეჩი. აი ამ ღორებს რა. ხმალი ხო გაქვს, ხოლე? კი. მე მგონი რკინის ხმალი უნდა გქონდეს, ძალიან კარგი.
სადმე ძროხას თუ იპოვი, ძროხა მოკალი აუცილებლად და მოგცემს კიდევ ერთ მიღწევას ქაუბოი ან რაღაც მაგდაგვარი უნდა ეწეროს. ქართულად რა ქვია მაგ მიღწევას ნამდვილად არ მახსოვს იმათე რო გითხრა. მოკლედ ღორები მოკალი. თუ კი გაქვს შენ დაუშვათ. მოდი აქ შეღორიშვილში. სულ ამბობდი აი ყოველთვის. მე მგონი ბევრ ეპიზოდში მაქვს ნათქვამი, რომ კიდევ კარგი რომ ცხოველები არ არიან სოციალურები თქო რა. ანუ ერთს რო ურტყამხულად ახლა მეორე რო არ ყვირის და სხვები რო არ გარბიან რა. რაც იქეცი თოლიკა გვირტყამს ერთმანეთს უპადებს. ხო, ესე იგი დავხოცოთ ღორები, ხო? ხო, დავხოცოთ. რამდენი არის? დავხოცოთ ღორები. ამ ღორების მოშინაურება არ შეიძლება? კი, როგორ არა, შეიძლება. ამისთვის დაგჭირდება მოკლედ სტაფილო. ან სტაფილო ან ჭარხალი. ანუ ღორის ჭამს სტაფილოს, ანუ როგორი ვარიანტია, იცი? სხვადასხვა ცხოველი მოკლედ მოიცა აქ პატარა მონუმენტს უკეთებ რა, მაინც აქ გარდაცვლილი ღორების ხსოვნის. აი მორჩა გავაკეთე. ხო და მოკლედ ანუ ჯო ისე თვალებით მიყურებ და რომ ძლივს მოკალიტო. ხელი აგიკანკალდა ხო? აი მე მოკლედ აი აქ პირველ ღორს აი ესეთი რაღაც დაუდგი, რომელიც ესე იგი გარდაიცვალა ჩვენს let's play-ში. აი ეგ დიდი საფლავის ქვა რო არის, დაზგასთან ახლოს. აი, მოდი. აი აქ მოკლედ პირველი ღორი გარდაიცვალა და იუწყებიან, ახლო მეზობლები მეგობრებიდან ათსავი რომ გარდაიცვალა. ხო? ახლო ღორები იუწყებიან რომ გარდაიცვალა. ღორი Minecraft-ის ასული მაინერი. აჰა. ღორის თავი უნდა დაახატო მანდა. მაგისტვის აი ისინი გჭირდება, ანუ რა ქვია იმას, მატყლი. ანუ მატყლის შეღებვა შეიძლება და შემდეგ მატყლის აი მიხეილის ლოგო როგორც დავხატე, იგივე პრინციპით ღორის თავის დახატვა რა. ღორის თავისთან დარე. ჰოლიკ, ხო გაქვს ღუმელი? არა, იქაც გვიდგას. წამოდი. და მოკლედ შენ თუ გაქვს ახლა ისინი რა ქვია იმას? ისინი? აი ისინი, აი ხო მიხდი რა, რაზეც გეუნები. ხორცები? ხორცები, ხო. ხორცები ჩააგდე ზემოთ, უმი ღორის ხორცი. ჩააგდე ზემოთ და ქვემოთ ესე იგი ჩაუგდე ნახშირი. ნახშირს ეგრევე shift-ი და მერე მაუსის. ნახშირი საერთოდ არ გაქვს. კარგი, არ გასწოს ნახშირი როგორ უნდა გამოვწვათ, გამოიყენე მეორე ღუმელი. რომელშიც უნდა ჩააგდო მუხის, ანუ ან ნებისმიერი ხე. ხო იცი რა? მალადეც ბიძია. მალადეც რა. ისე წარმოიდგინე ამდენი რამის დამახსოვრება, მაგრამ პრინციპში რაღაც ძალიან სერიოზული და არ არის. ხოლე კარგი ნავაშლი. ნახე რა წითელი ვაშლი ჩამოგიყვე. არა, ღუმელში პირიქით ზემოთ ხე და ქვემოთ ფიცარი. ვიცით ხო გითხარ. ნიჭიერი მოსწავლე მყავხარ ხოლე, ვაღია. აჰა. კარგი. მოკლედ, მოდი სანამ ეს ყველაფერი გამოიწვება, მანამდე მოჭრათ ხეები და ვისაუბროთ შემდეგი ეპიზოდების გეგმებზე და ხალხმაც მოდი მოკლედ დაწეროს, ხო? რისი სწავლა სურთ და რისი არა. ხო? კი, ძმაო. აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. და თუ დაუშვათ რაიმე ახალი ისწავლეთ, ან თუ დაუშვათ ფიქრობთ რომ ნორმალურად ხსნი ან ჰოლიკი კარგად სწავლობს, მაშინ აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ GeoGame Holic-ის არხი. ხო ეგრეა ჰოლიკი. იასნათო. აი ამ ხეებს ჯობია რომ არ მიადგე, დაანები ამ ხეს თავით, დაანები. ყოველთვის აირჩიე როგორი ხე იცი? მოიცა კიდევ ერთხელ მივადღეო. აი წამოაკეთ. რა სულ დიდი ხეები ხდება. აი აქ ხედავ, აი ეს ხეები არის უფრო პატარა. ანუ 5 ბლოკი არის ამის სიმაღლე. ის ხეები არის უფრო მეტი განშტოებით მოკლედ. და შესაბამისად ვერ ახერხებ რა, ასე ვთქვათ, იმ ხეების თავიდან ბოლომდე მოჭრას და მერე ესე იგი ეს ფიცრები ვარდება თუ რა, ანუ ფიცრები კი არა, ფოთლები არ ვარდება უბრალოდ და არც ვაშლს გაძლევს და არც არა. არც ახლა არ ჩამოვარდა ფოთლები. არა, ჯერ არ ჩამოვარდება, ცოტა ხანი ჭირდება. და გახმეს? ტონი. და მოდი წამო ახლა იქ მე შენ მოგპარავ ხორცებს. არა, ვყადაობაც. და მერე მოკლედ იმას ავქნათ, ანუ ხორბალს რო გავაკეთებთ, მერე ძროხა შეგვიძლია მოვწელოთ და გავაკეთოთ ცომი. და მერე ანუ ისინი არის ხორცის პერაშკები და ხინკლის გაკეთება. ოღონდ მოდებიანი Minecraft-ია ეგ. და ლაიქეთ მერე რესტორანი არ გავხსნათ. კი, ოღონდ მერე ამ ეს ღორები გავზარდოთ ხინკლის კუჭებზე. და ლაიქეთ თუ გინდათ რომ ესეთი მოდი დაემატოს Minecraft-ში. ხინკლის მოდი. ხინკალომანია, ხო.
მოკლედ ესე იგი აქ როგორც ხედავ ნახშირი გამოიწვა და ეს ნახშირი მოკლედ გადაანაწილე ისე რომ იქ გამოიწვას ღორის ხორცი. იქ სხვათა შორის არყის ხე ქონდა ჩაკვეხებული და ზედმეტი იყო ეგ. ანუ რას გულისხმობ, იცი, არყის ხე არ უნდა დაახარჯო იმად საწვავად რა. იმიტომ რომ თვითონ ხე 4 ფიცრად იქცევა და 4 ფიცარი გვაძლევს 6 ბლოკის დაწვის საშუალებას და ერთი ხე თვითონ ბლოკ ნახევრს, მიხვდი? და მაშინ როდესაც ერთი ხის დახმარებით შეგვიძლია გავაკეთოთ დაუშვათ 4 ფიცარი, ვიგებთ მოკლედ ბლოკ ნახევარს რა. 3.5 რაღაცის გამოწვა შეიძლება მასე რა. აუ, რა ჩამოვაყალიბე. ხოლმე ჩუმადაა რაღაცა, ეს რეალს ბაზოს. ჭამ? ოიცა მოგშივდა თუ? არა, პროსტა ვჭამ. ტი მაქვს კიდე 2 ცალი. და არყის ნერგი მაქვს კიდე 2 ცალი. ცისფერი ბღუეტი, ხო? ეს არის არადა რეალურად თეთრი ყვავილი როა, ხო? უბრალოდ ცისფერი ბღუეტი რო აწერია. კაი, მოკლედ მე შენ ეგ ჩამოგიგდე, ესე იგი ხორბლის თესლი. მოდი ახლა დაზგასთან და გააკეთე ერთი სათლი. ნუ ვედრო იგივე. ეგ როგორ? როგორ იცი, ახლა ნახე. ანუ ახლა ვერტიკალური წარმოიდგინე. ვერტიკალურში პირველ ხაზში მეორე ბლოკში ჩადე რკინა, ანუ რკინას მიეცი დაახლოებით ვედროს ფორმა, სათლის ფორმა. ანუ ხელობაში რო შეხვალ დაზგაში, ვერტიკალურად პირველ ბლოკში, პირველ ხაზში მეორე უნდა ჩადო მოკლედ რკინა, მეორე ხაზში უნდა ჩადო მესამეზე რკინა, ანუ სუსუ ქვემოთ და ბოლო ხაზში უნდა ჩადო მოკლედ ისე როგორც პირველში. იხდი დაახლოებით თუ ვერა? ვერა, თან სულ 4 რკინა. ხო და 3 რკინა გჭირდება. ეხლა ნახე, ხელობა ხო გაკ. ვერტიკალური ხაზები ხო არის 3 ჰორიზონტალური, 3 ვერტიკალური. პირველ, ანუ ჰორიზონტალურ ხაზს დაანებე თავი. პირველ ხაზს. ეხლა შუა ხაზზე გადადი ჰორიზონტალურად. ხო. ჰორიზონტალურ შუა ხაზში ჩადე პირველ და მესამე სლოტში ერთის ანუ თითო რკინა. ჩადე? კი. და ეხლა ჰორიზონტალურ მესამე ხაზში ჩააგდე ერთი რკინა შუაში. და ამოგიგდებს ესე იგი სათლს იმაში. ნუ სადაც დავუშვათ დაზგას და ღუმელს და სკიურს და ეგეთ რაღაცებს იღებ. გამოგივიდა თუ ვერა? კი. აჰა, ძალიან კარგი. წამოდი ახლა აქეთ და მოკლედ აი აქედან წყალი აიღე, მარჯვენა ღილაკი დააჭირე აქვე სადმე ახლოს. ესე იგი, შო, მორჩა, ანუ წყალი უკვე გაქვს ახლა სათლში. წესი დარიგით, კი, სავსე გიჭირავს. და მოკლედ რა ქნა, იცი, აი აქ, ახლა აი ამ ბლოკში, რომელიც მე ამოვამტვრევი, აი აქ ჩაასხი წყალი. ხო, მარჯვენა ღილაკის დაჭერით ერთხელ. მეტი არ მოიცეს ცისფერი ბღუეტი იმას ავქნათ, მოვტეხოთ. ბღუეტი. და ესე იგი, ეს წყალი რის საშუალებას გვაძლევს, იცი? ფერმა უნდა გავაკეთოთ რა, ანუ სანამ სახლზე დავიწყებდეთ ზოგადად ფიქს, ანუ Minecraft-ის, ნუ პრინციპში ჩემებური სტრატეგია, ვინ როგორ ითამაშებს სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური არის და გადასაწყვეტი პირადად. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვთამაშობ, ანუ სანამ სახლზე დავიწყებდე ფიქს, მანამდე უნდა მქონდეს საჭმლის რაღაცა პატიმარაგი მაინც. აი ახლა ნახე, აი აქ მოდი მოვასწოროთ აი ეს ტერიტორია იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში სახლი დავდგათ. სახლის შენით ააშენე თუ გინდა. ანუ სახლის აშენების იმას, ანუ რას გეუბნები, იცი? არანაირი ინსტრუქცია, ანუ სახლს უშუალოდ შენ ააშენებ, მე უბრალოდ დაგეხმარები რაღაცეებში. მოდი კიდე ერთი ბლოკითაც იქ მორჩა, ანუ ეს ტერიტორია პრინციპში იყოფა. და სახლის შემდეგი ეპიზოდისთვის იყოს, მაგრამ მანამდე მოკლედ ხორბლის თესლებისგან ხო უნდა გავაკეთოთ ფერმა. კი, ძმაო. ესე იგი, გახსოვს შენ გააკეთეთ ხის შემთხვევით წინა ეპიზოდში, მაშინ როდესაც წერაქვის გაკეთება გინდოდა. კი, მაქვს ახლა თოხი. თოხი დაიჭირე. ეხლა ბარი გიჭირავს, მართალი ხარ ჰოლიკ? ბარი კი არა, ნიჩაბი გიჭირავს ვაფშე. მოიცა დაანები თავი. თოხი უნდა დაიჭირო, თოხი. ეასოს მიაჭირე და თოხი იპოვე. წერაქვს გავს რაღაცით, უბრალოდ წერაქვი არ არის რა. თოხი აჭერია არა, აწერია. აიფშო, ეგა. ეხლა ისევე როგორც არის. ამ ყორს უნდა აი ეს. აუ, რა საყვარლად მიყურებდა ჩი. აი ეს უნდა და მოკლედ ამ ყორს. ეხლა ნახე, წეღან როგორც ბარით აჭერდი, ანალოგიურად გააკეთე. უბრალოდ მარჯვენა ღილაკის დაჭერით. ნახე, აი ამ ბლოკს, ეხლა ნახე აგიხსნი პრინციპს. მოიცა ჯერ არ დაიწყო, ერთ წამი აღარ გააგრძელა. აქ ხო არის წყალი. კი. 1 2 3 4 ბლოკის აი ეხლა აი ამ ბლოკამდე ანალოგიურად 1 2 3 4 აი ამ ბლოკამდე მოკლედ წყალი მიეწოდება ყველა ბლოკს, რა მიხვდი? აქეთ.
იქითაც ანალოგიურად 4 ბლოკის დაშორებით. ანუ შენ რო 4 ბლოკი მიათოხო, აი აქ. ანუ ეს არის უკვე მაქსიმალური, რაც შენ გაწიე, აქამდე მოეწოდება წყალი. სანამ წყალი მოეწოდება, მანამდე უფრო სწრაფად იზრდება, მიხვდი? ასე რომ ეს ყველაფერი შეავსე დაახლოებით გეტყვი რა ტერიტორიამდე 1 2 3 4 აი ამ ბლოკამდე შემოვავსე, აი მოკლედ აი ესე კუთხეებს გაგიკეთებ. 1 3 კუთხეში დაგაყენებ რა. და 1 2 3 4 აი ესე. მოკლედ ეხლა ნახე. აი ამ კუთხეებამდე მოიყვანეთ თოხით მიწა რა, ანუ მიწა დაამუშავეთ თოხის დახმარებით. აქეთა მხრიდანაც 1 2, ნუ პრინციპში აქეთა მხრიდან უკვე აღარ გინდა, უბრალოდ აი ეს წყლის აქეთა მხარე დაფარე და მორჩა გეყოფა. აი ესე. ხოლიკ 5-იანი შენ თუ 10-იანი, ნუ ეხლა 10 ბალიანი სისტემაა და ეხლა რა ქნა, იცი, ხორბლის თესლი რომელიც ჩამოგიგდე, აი კიდევ დაგიმატებ სამცალს, დათესე ისე და ისე მარჯვენა ღილაკის დახმარებით აი ამ ტერიტორიაზე. ანუ ხორბლის თესლი დაიჭირე ხელში და მარჯვენა ღილაკით ურტყი იმ ადგილებს, სადაც წეღან თოხით დაამუშავე ტერიტორია. მე მანამდე ხეს მოვჭრი და მოკლედ გასწავლი როგორ უნდა შემოღობოთ ჩვენი ფერმა. ფერმას ღობავთ იმისათვის, რომ მოკლედ არანაირი ზომბი და ასე შემდეგ სხვა რაღაცა, ანუ მონსტრი არ შემოიყვანოს. ხორი ჭამს ფერმას, რა ქვია? არა, ანუ არ არიან ჩვენთან ბაკულას გოჭები და ღორები. უპრობლემოდ შეგიძლია ენდომათ. უბრალოდ თუ კი დაუშვათ რომელიმე არ ჭამენ, ესე იგი, მას მოსავალს? ანუ ესე მოსავალს არ შეგიჭამენ. შენ თუ არ აჭამე, თვითონ ვერ შეჭამენ. მიხვდი, ანუ ფერმაზე რომ შემოიპარნონ და რომ ზედიდგნენ, მაინც არ შეჭამენ მოკლედ მოსავალს. ესე იგი, ნებართვა უნდათ. ხო რა, ნებართვა უნდათ, არა, ანუ შენით უნდა დაიკავო დაუშვათ მოგროვილი ყველაფერი ის, რასაც დასთეს და რასაც მოიმკი და რასაც მოიმკ. როგორც არის მოკლედ და მე რა უნდა გაამრავლო. აი, მოდი დროს კიდევ 0-ზე დავაყენებ იმისათვის, რომ მოკლედ მაყურებლებს თუ ვერ ჭამეს. არა, ჯერ ვერ შეჭამ, მოიცა, აი, მე ანუ სირთულეს დავაყენებ, ახლა დავუშვათ ცოტა რთულზე და ცოტა ხანში მოგშივდება, ანუ აი ახლა უკვე მოგშივდა წესი დარიგით. აი, გვერდით მარჯვენა მხარეს ინვენტარი სადაც გაქვს. EASO-ში რო შედიხარ ის კი არა, ქვემოთ. უნდა კონდეს ბარკლები მიხატული. არავითარი არ მომშიებია ჯერ. ჯერ არა, არ დაგიცარიელდა ერთი ბარკალიც? არა. არც ერთ. მალადეს ვიძე, ცოტა გაირბინე გამოირბინე და მე ნახე. რომ დაწვი ჯერ კალორიები. ესე იგი, აი ახლა მომშივდა უკვე. ხო, ანუ კალორიები დაწვი რა, მოკლედ ახლა შენ და შეჭამე. შეჭამე მარჯვენა ღილაკს უნდა დააჭირო, მაგრამ ხელში უნდა გეჭიროს ის ნივთი, რომლის ჭამა შეიძლება. შეჭამე? მალადეც ვიდია. კარგი, ახლა უკვე მოდი სირთულეს დავაყენებ ისე 7-ზე, იმიტომ რომ ახლა გაკვეთილებში არ გჭირდება, ხო ეს ყველაფერი. და მოდი ახლა სკივს მიაჭირე მარჯვენა ღილაკით. და ამ სკივში ჩააგდე ფიცრები, ბლოკები, პრინციპში ახლა გეტყვი რა. აი მიწა, ნუ პრინციპში დაგჭირდება იმისათვის, რომ ესე იგი ტერიტორია შემოვსაზღოთ და გავასწოროთ, დაუშვათ ოღრო-ჩოღროები, ასე ვთქვათ. ჩააგდე მუხის ღობები დაგჭირდება, პრინციპში ინსტრუმენტებით საჭიროა. ახლა მოდი მოკლედ ხეებით ჩააგდე. ხეები და ფიცრები. ანუ ხეები და ფიცრები იქნება ჩვენი სახლის მთავარი მასალა. პრინციპში ისევე როგორც რიყის ქვა. აი ესე. და აი ესეც, აი ესე. ჰოლიკ რაკნა ახლა იცი, shift-ზე გეჭიროს. shift-ს მიაჭირე და სკივში ჩადებულ ნებისმიერ ნივთს დააჭირე მარცხენა მარჯვენა ღილაკით. დენიმეს. ნებისმიერ ნივთს ეგრევე გიგდებს, ხო? ხო მიხვდი? ანალოგიურად გააკეთე და ზემოთ როცა აგაქვს რა. და არ მოგიტევს წვალება. ეს ყვავილები საერთოდ მოაშორე, რეალურად დიდ დატვირთვას არ ატარებენ ყვავილები და შესაბამისად უაზრობაა მათი სკივში შენახვა. ყვავილები დავთესოთ, აი აქ მოიცა ღორის იმასთან მივიტან მონუმენტთან, აი ესე. აი ესე. და ესეც, აი ესე. ძალიან კაი. აქეთან მხრიდანაც ერთი ყვავილი. სადა მონუმენტი? შენს გინდა ხო რომ შეამკო, აგე? აი მონუმენტი. და მოკლედ მონუმენტთან არსებულ მიწაზე უნდა დააკლიკო მარჯვენა ღილაკის დახმარებით და მივხვდი ახლა შენ რასაც აკეთებ. აი მოიცა ჩამოვაბნელებ ახლა ცოტა და მოიცა? ბიჭო, ზევიდან როგორ დავდგაე? ახტე და ისე. აი, ჩამობნელდა და ნახე როგორ ანათებს, ხედავ? ანუ შენ გინდა სავარაუდოდ ერთი წამით, აი აქეთან მხრიდან მოვაშორებ და ჩირაღდანი მეც მქონია. მოდი აი აქ გავაკეთოთ მომენტი. აჰა.
მოკლედ ღამით აი ესე გაანათებ ჩირაღნების დახმარებით. მოდი რა ქნა იცი კიდევ. იმისათვის რომ მოკლედ ფერმა უფრო კარგად გაიზარდოს, მით უმეტეს ღამის პერიოდში, მაშინ როდესაც მზე არ ხდება, აი ესე ჩირაღნებით შემოუსაზღვრე 4-ვე მხარე. მიხდი? აჰა, ძალიან კაი. ეხლა შუაშიც დაუდგათ აქედან და აი აქედან პროპორციულად რო იყოს ჯობია, უფრო ლამაზი გამოჩნდება, 3 ბლოკის გამოტოვება, აქ 2 ბლოკის გამოტოვება, შესაბამისად ეს აქეთ. ხომ. და მოკლედ ანუ ღამის პერიოდშიც გაიზრდებიან ესენი. აი ნახე მოდი ჰოლიკ მოდი. მაპატიეთ. მერე? აი აქ შემოდი, ოღონდ ისე რომ არ იხტუნაო, იმიტომ როგორც კი ახტები, ეგრევე გააფუჭებ დაბარულ მიწას. აი ამას ხედავ? აი მოიცა, აი ეს ხორბალი უნდა მოეცა წესით. ნუ მე მომცა, იმიტომ რომ მეც აქ ხელში მიჭირავს. კარგი, ეხლა აი აქ სადაც უკვე ამოთხარე, იქ ისევ და ისევ დათესე კიდე ერთი ისა, ხორბლის თესლი. აღარა მაქვს. აგი მაშინ მოდი მე ჩამოგიგდებ ცოტას. ანუ ყოველ ჯერზე ესე უნდა განაახლო ხოლმე რა, ანუ იმებში რო ხო იცი რაღაც სოციალურ ქსელებში, Facebook-ში და ასე შემდეგ. კი. აუ ხა ხალხი აჯანყდება Facebook-ი თქვა მაინერმა ლოლ. მოკლედ ანუ ფერმის ვარიანტის თამაშიც არის Minecraft-ში, მშენებლობაც არის და ანუ მაგიტომაა დაუშვათ გენიალური და მშვენიალური რა. ეხლა თან იმაშობი რა, ცოტა ვარეკლამებ, ხეთი? გადადით gaming PC-ის არსზე და შეიძინეთ Minecraft-ის სულ რაღაც 50 თეთრად. კანიბალას უნდა ვათამაშო 3000 ფლოვაცდი. კარგი, მოკლედ ჰოლიკ, ესე იგი skills-ში გვაქვს ყველაფერი. აი აქ. კი, ძმა მდიდრები ვართ. გადავიტანოთ რიყის ქვებიც, პრინციპში საჭმოს შევაგდებ და მოდი რკინის ზოდსაც შევაგდებ. 8 ცალი რკინის ზოდი მაქვს და მოდი ჩაფხუტი გაიკეთე შენთვის. შენ ხო არ გაქვს შემთხვევით რკინა. ერთი ცალი უნდა კონდეს წესი. ცოტა მქონდა. ხო. მოკლედ რა ქნა, იცი ხელობაში ქუდის ფორმა გააკეთე, აბა დაახლოებით თუ მიხვდები. ანუ ქუდის ფორმა გააკეთე რკინით. ოღონდ იმაში არ შეგეშალოს, რაც თავარია, ანუ შარვალში. შემეშალა. შეგეშალა და შარვალი გააკეთე? აბა და ეხა ქუდის გავაკეთე. აი, მაშინ შარვალი გადმომიგდე. აი, შარვალი გავაფუჭე ისე. როგორ თუ გააფუჭე? ხო, ნუ მოკლედ. ქუდი ხო გააკეთე და ქუდი ჩაიცვი, დაიხურე უფრო სწორედ და ეხლა ფეხსაცმელები გააკეთე. ფეხსაცმელი 2 სწორი ხაზი არის, ოღონდ 1 ბლოკის გამოტოვებით. მიხვდი? ანუ ვერტიკალურ რიგში, ანუ 2 ბლოკის სიგრძით პირველ ხაზში და მეორე ხაზში არ აქვს აზრი. პირველი მეორე იქნება თუ მეორე მესამე. ვერ მივხვდი. აი ნახე. მოკლედ ხელობაში პირველზე და მეოთხეზე დადე ნუმერაცია. ხო. ეს ნუმერაციას როცა უკვე მე უფრო საკაიფოდ ასე თქვა დაამუღამებ, უფრო მარტივი ასახსნელი მექნება მეც, აი ეს ჰორიზონტალებით და ვერტიკალებით და რაღაც პითაგორას თეორემებით რო არ ახსნა